გამარჯობა, მე ვარ მარიამი და დღეს წარმოგიდგენთ ბრიტანული უნივერსიტეტის პოდკასტს თემაზე კრიზისის მართვის ძირითადი პრინციპები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, ერთდილას იღვიძებთ და იგებთ, რომ თქვენმა პროდუქტმა გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. არ იცით ზუსტად რა მოხდა, არ იცით ზუსტად რა მასშტაბებზეა საუბარი, ერთადერთი რაც ზუსტად იცით არის ის, რომ თქვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება განსაზღვროს არა მხოლოდ კომპანიის რეპუტაცია, არამედ ადამიანების სიცოცხლეც. კრიზისების 70%-ზე მეტი კომპანიისთვის არ არის თვითონ პრობლემა, არამედ ის თუ როგორ რეაგირებენ ამ კრიზისზე. ანუ კრიზისი ხშირად არ აზიანებს ბრენდს, არამედ ბრენდს ანადგურებს არასწორი მართვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა ყოფილიყო კრიზისზე სწორი რეაგირება ორი ცნობილი შემთხვევის მაგალითზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მინდა რომ დღევანდელი პოდკასტი დავიწყო გასული საუკუნის ერთ-ერთი გახმაურებული кейსით 1982 წელს Johnson & Johnson-ის ტაილენოლის შემთხვევაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და რომელმაც განაპირობა კრიზისის მართვის სტანდარტი იმდროინდელი პრინციპების სრული შეცვლა და პირადად ჩემი აზრით დღესაც 21 საუკუნეშიც ამ პრინციპებით, ამ ეთიკური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ კრიზისის მართვისას. კონკრეტულად ჩიკაგოში 1982 წელს ჩიკაგოში 7 ადამიანი გარდაიცვალა ტაილენოლის ექსტრა ძლიერი კაფსულების გამოყენების შედეგად. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ამერიკაში დაიწყო სრული პანიკა. ბაზრის წილი 37-დან 7%-მდე შემცირდა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომპანიას ემუქრებოდა სრული რეპუტაციური თუ ფინანსური კატასტროფა. შედეგად Johnson & Johnson-ის ხელმძღვანელობამ იხელმძღვანელა ორგანიზაციის კრედოთი, რომელიც შემუშავებული ჰქონდათ. კონკრეტულად ეს კრედო ეფუძნებოდა სამ ძირითად პრინციპს: პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და პატივისცემა თანამშრომლების, მომხმარებლისა და ბოლოს აქციონერების წინაშე. კერძოდ ეს მათი რეაგირება იყო სამეტაპიანი, ანუ კომპანიამ თავად მოითხოვა 21 მილიონი ბოთლის უკან გამოთხოვა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. Johnson & Johnson-მა გაფრთხილება გაუგზავნა უკვლებლივ ყველა საავადმყოფოებს, დისტრიბუტორებს, მედიას, რომ არ მიეღოთ ტაილენოლი და მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ხელისუფლებასთან, იმუშავეს FDA-სთან, FBI-სთან და პოლიციასთან. მეორე ეტაპი ეს იყო გამჭვირვალე კომუნიკაცია. კომპანიის პრეზიდენტი ხშირად ხვდებოდა მედიას, ჰქონდა გამოსვლები. აქ მინდა ერთი რამ აღვნიშნო. ცხადია, რომ როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, იწვევს საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას და როდესაც ხელმძღვანელი პარალელურ რეჟიმში აკეთებს მედიის წინაშე განცხადებებს, ეს უნდა იყოს იმდენად ფაქიზი, ფრთხილი და ფაქტებზე დაყრდნობილი, რომ კვლავ უფრო ზედმეტი გაღიზიანება და უარყოფითი ტალღა არ გამოიწვიოს საზოგადოებაში. ისინი სწრაფად, გულწრფელად და ფაქტებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ მოკლედ ამ ინფორმაციას. და მესამე ეტაპი ეს იყო უკვე მომხმარებლის ნდობის აღდგენა. როდესაც პარალელურად დამტკიცდა, რომ ეს იყო სრული საბოტაჟი, ანუ არ იყო კომპანიის წარმოების შეცდომა, არამედ მოგეხსენებათ ხა გასული საუკუნის პერიოდი, შეფუთვის სტანდარტების არარსებობა და აღმოჩნდა, რომ კონკრეტულმა მომხმარებელმა შეიძინა რამდენიმე შეფუთვა ტაილენოლის, დააზიანა ეს შეფუთვა, შეიყვანა ციანიდი და ისევ დააბრუნა დახზე გასაყიდად. შესაბამისად, როდესაც პარალელურად მოხდა ამ ყველაფრის გამორკვევა და იდენტიფიცირება, მესამე ეტაპი, რაც Johnson & Johnson-ის ხელმძღვანელობამ გააკეთა, ეს იყო მომხმარებლის ნდობის აღდგენა. შეიმუშავა უსაფრთხო შეფუთვა, ანუ დანერგა ეგრეთ წოდებული სამმაგად დამცავი შეფუთვა, რაც შემდეგ ინდუსტრიული სტანდარტის გახდა და რებრენდინგი და კამპანია წამოიწყო ბაზარზე ფასტაკლებებით, კუპონებით, რეკლამებით, რაც ხაზს უსვამდა უსაფრთხოებას, ნდობას და ინოვაციას. 1 წლის განმავლობაში შედეგად ტაილენოლმა თითქმის მთლიანად დაიბრუნა ბაზრის წილი. გახდა Johnson & Johnson-ის გადაწყვეტილება გახდა კრიზისის მენეჯმენტის ეტალონი, მიღებული იქნა ფედერალური კანონი პროდუქციის დაზიანების შესახებ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვათ, ეს ყველაფერი მოხდა მათი სწრაფი, სწორი, გამჭვირვალე და ეთიკური რეაგირებით კრიზისის მიმართ. თუმცა მნიშვნელოვანია, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კომპანია არ იზიარებს კრიზისის მართვის
ერთიან პრინციპებს ან მსგავს მიდგომებს. Volkswagen-ის 2015 წლის კეისი, როდესაც ის გაეხვა სკანდალში და გაირკვა, რომ მიზანმიმართულად აყალბებდნენ მონაცემებს მანქანის გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ მათ ჩაუშვეს ეს ეგრეთ წოდებული კამპანია დიზელის მანქანებთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ჰქონდათ სპეციალური მანქანები, რომლებიც სპეციალური პროგრამა ეგრეთ წოდებული defeat device-ი, რომელიც ტესტირების დროს ამცირებდა გამონაბოლქვს, მაგრამ რეალურად ასეთი PR კამპანიის შედეგად დაახლოებით 11 მილიონი დიზელის მანქანა გაყიდა მსოფლიოს მასშტაბით და შემდეგ უკვე გაირკვა, რომ ის ხდებოდა მხოლოდ კონკრეტული ტესტირების დროს, რომელიც ჩაყენებული იყო სპეციალურად ეს პროგრამა მანქანებში და რეალურად იყიდებოდა როგორც ეკოლოგიურად სუფთა დიზელი, თუმცა მხოლოდ ტესტირების დროს და რეალურად პირიქით ძალიან ისეთი ბევრად მავნე გამონაბოლქვი ჰქონდა. ეს გამოირკვა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების გარემო სააგენტომ აღმოაჩინა შეუსაბამობა, ამის შესახებ ოფიციალურად ბრალი დასდეს კომპანიას, დაიწყო საჩივრები მომხმარებლების მხრიდან, საბოლოოდ მოხდა მანქანების გამოსყიდვა და კომპენსაციები მიიღეს დაახლოებით $5,000-დან $10,000 ფარგლებში. თუმცა ეს მოხდა უკვე სულ ბოლოს, როდესაც ჩიხში შევიდა კრიზისი. თავდაპირველად როგორი გზა აირჩია კომპანიამ? მათ თქვეს, რომ ეს იყო პროგრამული შეცდომა ან რაღაც ინჟინერის ხარვეზი, თუმცა რეალურად თავიდანვე იცოდნენ, რომ ის იყო პროგრამული манипуляცია და ამას არ აღიარებდნენ. ასევე გააჭიაურნურეს ახსნა-განმარტებები, მკაფიო განცხადებების გაკეთება, დროულად არ გააფრთხილეს მომხმარებლები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს მტკიცებულებები და ფაქტები შეუქცევადი გახდა, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რომ იღიარებინათ, რომ მანქანებში იყო ჩამონტაჟებული ეგრეთ წოდებული სპეციალური პროგრამები, რომელიც ატყუებდა ხალხს. ეს აღიარება, რა თქმა უნდა, იყო იძულებითი და ამას ხვდებოდა საზოგადოება. დაგვიანებული პასუხისმგებლობა აიღო კომპანიის CEO-მაც, რომელიც გადადგა და მერე დაიწყო კომპანიამ გამოძიებები. შედეგად ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ კომპანიას მიადგა $30 მილიარდ-ზე მეტი ზარალი. აქციები დაეცა 30-დან 40%-მდე დაახლოებით. ტოპ მენეჯერები გაასამართლეს და დააპატიმრეს, რამაც კიდევ უფრო ძალიან გაანადგურა სრულად ორგანიზაციის რეპუტაცია და ძალიან ესეთი რთული შედეგები გამოიწვია ფინანსურიც და რეპუტაციულიც კომპანიისთვის. ამის მაგალითზე მინდა აღვნიშნო ერთი რაღაც. მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია, ანუ განსხვავებული შემთხვევა ჰქონდა ორივე კომპანიას. აილენული შემთხვევაში მათ ზუსტად იცოდნენ, რომ იყვნენ და ბოლომდე გულწრფელად ეთიკური ლიდერობის გამოყენებით ცდილობდნენ, რომ ეს ინფორმაცია ეჩვენებინათ და დაემტკიცებინათ საზოგადოებისთვის. და მეორე შემთხვევა იყო, რომ მეორე კომპანიამ ზუსტად იცოდა, რომ ეს მათი ბრალეულობით გამიზნულად მოხდა. შესაბამისად, აქ იბადება კითხვა, რატომ ირჩევს რეპუტაციის და ფინანსური ზარალის სანაცვლოდ, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ მილიონობით მომხმარებელს ვერ მოატყუებ. და ამის სანაცვლოდ რატომ ირჩევ, რომ საზოგადოება, მომხმარებელი, თანამშრომლებს მოუწყო და შენს ორგანიზაციას სრული საბოტაჟი, ეს ერთი. მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ, იმიტომ რომ თვითონ არ შექმნან კრიზისი ხელმძღვანელებმა და მეორე ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რა როლი აქვს სწრაფ და თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს და არის თუ არა კრიზისის მართვა ერთგვარი ეთიკის ტესტი. ანუ ეთიკური ნორმების დაცვა განსაზღვრავს თუ არა გარკვეულწილად ფინანსურ ზარალს კრიზისის დროს. ეს არის ის მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც მინდა რომ ვიფიქროთ და პრინციპები, რომლებიცაც ვისურვებდი, რომ გამოვიყენოთ ნებისმიერი კრიზისის მართვისას ორგანიზაციებმა. მადლობა.